როგორც ყოველთვის ვიდეოს დასაწყისში ჩაწერა და მოვიწყდა. მოვედით ალგეთის ახალგახსნილ კოტეჯში და დღეს მოვემზადებით აქ ღამის დასარჩენად. ცოტა ბევრი ხალხი დაგხვდა რაღაცა. მაგრამ არა უშავს. ზოგი ერთდღიანზეა, ზოგი გუშინდელი ვიზიტორია და დაგვტოვებენ მალე. ესაც ჩვენი პატარა კოტეჯი. ძალიან კარგი კოტეჯი არის, აი მართლა. აღფრთოვანებული ვარ ამ კოტეჯით. ყოჩა ხალგეთის დაცულ ტერიტორიებსო ამ ადგილას შეადგენს, იმიტომ რომ მარტივი, ძალიან საყვარელი პატარა კოტეჯია. ვისურვებდი რომ რამოდენიმე ცალი იყოს. უფრო ბევრი და კარგი იქნებოდა. ძალიან უცნაური და რთული არის ესე ვიდეოების გადაღება რა. დღეს სამწუხაროდ ესე მიწევს, იმიტომ რომ არავინ ჩემი დამხმარე არ არის. შვენიერი ამინდი გამოვიდა. ზიარი, თბილა. აშკარად პლუსი გავყო, იმიტომ რომ ყინულმა უნდა დაიწყო და მეგონა რომ ამ ადგილას ვიყავი პირველად. მაგრამ თუმე წლების წინ დაახლოებით 6-7 წლის წინ აქვე იყო სალაშქრო სეზონის გახსნა. ძალიან მაგარი იყო მაშინ. დიდი წინა მოვიდა, ძალიან ცუდი ამინდი იყო. რავი, მეხის ჩამოვარდნა, სეტყვა, ყველაფერი იყო, ამ გადმოსახედიდან სალაშქრო სეზონის გახსნები იყო ძალიან კარგი წამოწყება მაშინ. ძალიან ბევრი ადამიანი გააცნო ერთმანეთს, ძალიან დავახლოვდით და მაშინდელი სალაშქრო საზოგადოება უფრო შეკრული იყო ჩემი აზრით, ვიდრე ახლა არის. მაგრამ მომავალში უკეთესი მდგომარეობა იქნება ამაზე, იმიტომ რომ ახლა რაღაცნაირად ცოტა დაყოფილები ვართ ქართველი მოლაშქრეებით, ცხოვრობს ალგეთში. ახლა მივდივარ, ცოტა დროინით გადავიღებ, ცოტა ქარია, მაგრამ ცოტა რაღაც კადრები მექნება. და მე ისე დავუბრუნდები კოტეჯში. მოკლედ, დილით ადრე გამოსვლა კარგი აზრი არ არის. აშკარად, იმიტომ რომ ძალიან მალე ამოვედით. 12 საათზე უკვე კოტეჯში ვიყავით და არაფერს არ ვაკეთებთ. ზივართ, ლაზღანდარობთ. ერთადერთი რაც გავაკეთეთ, შეშამოვიტანთ. აქედან გამომდინარე, ძალიან ადრე გამოგცევაც არ არის საჭირო. შეიძლება რომ წამოხვიდეთ პირველ საათზე, 2 საათზე თბილისიდან და თავისუფლად მოხვალთ ამ კოტეჯამდე. მაგრამ მიუხედავად პატარა მანძილისა და სწრაფად ამოსვლისა, მაინც ერთი დღით აქ წამოსვლა ცოტა სისულელო მგონია. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია და ჯობია რომ კოტეჯში 2 დღე გავატაროთ. ძალიან კი არ გვინდა, მაგრამ წასვლის დროც მოვიდა. ხო და ავბარგდით კოტეჯი
მაქსიმალურად დავასუფთავეთ და მოვგავეთ თორემ ისე რომ სხვა რომ ბინძური არ დახვდეს მეორე სართულზეც ავიხედოთ დასაძინებელი ადგილები ერთადერთი მინუსი მეორე სართულზეც იყო საკმაოდ ბევრი ბუზი არის და ეგ ცოტა პრობლემა არის და კიდე ერთი რამე შემიძლია რომ თქვა ვინც ზოგადად თავშესაფრებში მოდიხართ ნუ ტოვებთ ნურაფერს საჭმელს აი საჭმელის დატოვება ნიშნავს იმას რომ გაჩნდება ბევრი მხრნელი მოკლედ ანუ ყველა წამოსვლას აქვს თავის საკვები რა რაღაც დამატებით მაკარონის და რაღაცების დატოვებას არ საჭიროებენ და აქაც ახლა დაგხვდა რა რა თქმა უნდა ამას ყველა კეთილი გულით აკეთებს რომ მაქსიმალურად ვიღაცას კომფორტი შეუქმნა და დაუტოვო შეგვიძლია დატოვოთ ყავა ამის გავსი რაღაც ან ჩაი მაგრამ საჭმელს ნუ დატოვებთ იმიტომ რომ არ არის კარგი ზოგადად ესეთ ადგილებში საჭმელს დატოვება ვინაიდან არ არის სპეციალური შესანახი ადგილი და ძალიან ბევრი თაგვები ჩდებიან და მე ეს თაგვები სახეზე უნდა ირბინონ და ვინაიდან ეს ახალი კოტეჯია მოუფრთხილდეთ და ხშირად ჩამოვალ ხოლმე მე პირადად აქ დასვენებლად იმიტომ რომ ძალიან ყუდრო კოტეჯი არის კარგი თეჩიც არის კარგაცაც გავხდით ერთადერთი პრობლემაც არის ის არის რომ შუქი არ არის ესენი ახლა გავყაროთ კრისოლით დავუკეტოთ შეშაც რა თქმა უნდა დავტოვეთ შემდეგი მომსვლელებისთვის რომ უფრო კარგად იყო დავეთით რენჯერების ძალიან ყურადღებიანი ადამიანები არიან ხშირად მოვიდნენ დახმარება შემოგთავაზეს თუ რამე გჭირდებოდა და კარგია მოკლედ ეს ალგეთი ერთ-ერთი ისეთი დაცული ტერიტორია სადაც ბევრი ადამიანი არ დადის და ამით ბევრი პლუსიც აქვს რომ ხალხრავალი ლაშქრობები არ ეწყობა თუმცა ზუსტად აი ამ ადგილას აი აქ წლების წინ ვიდეო თუ ნახე ჩავაგდე გაიმართა სალაშქრო სეზონის გახსნა და ესაც საკმაოდ კარგი იყო სულ ეს იყო დღევანდელი ლაშქრობა კარგად ჩაიარა ყველაფერმა ძალიან კაი ჯგუფი შემხვდა მადლობა მით ყველას ძალიან კაი დრო ვატარეთ ზოგადად რო იცოდეთ ლაშქრობებში არ ვსვავთ არ არის მიზანშეწონილი მაგრამ როდესაც ესეთ ახალი წლების შემდეგი დღეები არის თან სალაშქროც ძალიან ცოტა გაქვს თავისუფლებას ვაძლევთ ხოლმე ჩვენც რომ ცოტა განვიტვირთოთ თუმცა ლაშქრობა უფრო მეტი გამჭირთოა ვიდრე ალკოჰოლი მაგრამ ხანდახან ეგაც კარგია ასე რომ ყველას გიჩვენებთ ლაშქრეთ და დარჩით ჩემთან ერთად ბევრ საინტერესო რამეს გიმზადეთ ამ წელს